ინტერნეტი კარგი ადგილია სწავლისა და გართობისთვის, მაგრამ ამავდროულად ის შეიძლება იქცეს სივრცედ აგრესიის, დაშინებისა და მუქარისთვის, რასაც სხვაგვარად კიბერბულინგს უწოდებენ. კიბერბულინგი განსაკუთრებით სენსიტიურია მოზარდებთან და ბავშვებთან მიმართებით, რადგან მათ აქვთ ნაკლები გამოცდილება და ცოდნა მსგავსი საფრთხეების თავიდან აზარიდებლად. კიბერბულინგია სოციალურ ქსელში კონკრეტული ადამიანის შესახებ ცრუ ინფორმაციის ან უხერხული ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება, მავნე, შეურაცხმყოფელი ან მუქარი შემცველი შეტყობინებების გაგზავნა, დამცირება და ზეწოლა. კიბერბულინგი იწვევს ემოციურ სტრესს, ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში თვითმკვლელობასაც. სამწუხაროდ, კიბერბულერები ხშირად მარტო მუქარას არ სჯერდებიან და მოზარდებს სახიფათო თამაშებში ციტრევენ. ეს გულისხმობს საშიშ დავალებებს, მაგალითად, მაღალ ადგილებზე ასვლას, სახიფათო ნივთების გამოყენებას ან საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებას. დავალებები სხვადასხვა მედიუმით, TikTok-ით, YouTube-ით ან ფორუმების მეშვეობით ვრცელდება. დასაწყისისთვის ისინი შეიძლება იყოს მარტივი და მიმზიდველი, მოგვიანებით კი რისკიანი და საშიში ხდება. ასე დროს აუცილებელია იცოდეთ თავდაცვის მექანიზმები, რომლებიც დაგეხმარებათ თავი აარიდოთ თქვენთვის არასასიამოვნო პროცესებს. კარგი იქნება თუ ისაუბრებთ თქვენი ემოციების შესახებ, თუ ვინმე გავიწროვებთ, გემუქრებათ ან ცუდად გექცევათ, უთხარით მშობელს, მასწავლებელს ან მეგობარს. არ მიიღოთ მონაწილეობა სახიფათო თამაშებში. თუ თამაში ან დავალება უცნაურად ან საშიშად გეჩვენებათ, გაჩერდით და თქვით უარი. დააკვირდით სხვებსაც, ნახეთ როგორ გრძნობენ თავს თქვენი მეგობრები. თუ ვინმეს რამე საეჭვოს შეამჩნევთ, შესთავაზეთ დახმარება, ან უთხარით უფროსებს ამის შესახებ. შეიძლება ეს ყველაფერი მარტივად არ გეჩვენებათ, რადგან კიბერბულინგისთვის ფსიქოლოგიური ზეწოლაა დამახასიათებელი. მონაწილეებს ხშირად ეშინიათ თამაშიდან გამოსვლის, რადგან ამ ყველაფერს ახლავს მუქარა და დაცინვა. მაგრამ აუცილებელია გახსოვდეთ, რომ შედეგები შეიძლება იყოს დამაზიანებელი და ამიტომ შეწყვეტა ყოველთვის უკეთესი გამოსავალია. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ დაიცავთ კიბერუსაფრთხოების წესებს და სიფრთხილით მოეკიდებით პერსონალური ინფორმაციის გაჟღერებას. დააკვირდებით, ვის უმეგობრდებით ონლაინ, გააკონტროლებთ კონფიდენციალურობის პარამეტრებს. თუ ინტერნეტ სივრცეში თქვენთვის რამე მიუღებელს ნახავთ ან წაიკითხავთ, აუცილებლად განაცხადეთ ამის შესახებ. იმისთვის, რომ კიბერბულინგისა და სახიფათო თამაშების გავრცელება არ იყოს მასობრივი, შედეგები კი დრამატული, სასურველია თავის მხრივ სოციალური მედიის პლატფორმებმაც გაამკაცრონ შინაარსის მართვა და გააუმჯობესონ ანგარიშგების მექანიზმები. გარდა ამისა, პრევენციისთვის მნიშვნელოვანია განათლება. ბავშვების ონლაინ აქტივობის კონტროლი, ცნობიერების ამაღლება კიბერუსაფრთხოებასა და ემოციურ კეთილდღეობასა და საზოგადოების მხარდაჭერა, ფსიქოლოგიური დახმარების შეთავაზება დაზარალებულებისთვის.